და ანუ აი შემდეგ კითხვა რაც პრინციპში მინდა რომ დავსო მიკრომენეჯმენტს რაც ეხება რატომ და მივაქციოთ წვრილმანებს ყურადღება ის საკუთარი მაგალითი აქვს განხილული პლახსენე რომ მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოდკასტი მსოფლიოში რომლის ჩამოტვირთების მაჩვენებელმაც უკვე მილიარდი დააფიქსირა 2024 წელს და ისინი ფიქრობდნენ აბსოლუტურად ყველა დეტალზე დაწყებული ფონური მუსიკიდან ანუ მათი სტუმრის საყვარელ მუსიკას რთავდნენ ხოლმე ფონურ მუსიკად ტემპერატურა მიკროფონის განლაგება აბსოლუტურად ყველა დეტალი რომელმაც შეიძლება უფრო კომფორტულად აგრძნობინოს თავის სტუმარს და უფრო ღია და გახსნილ საუბარს შეუწყოს ხელი. ანუ ეს არის წვრილმანი და დეტალი, რომელსაც სავარაუდოდ სხვები ამდენ ყურადღებას არ დაუთმობდნენ და არ მიაქცევდნენ, მაგრამ სტივენი ამბობს, რომ აი ამ ბევრი წვრილმანი დეტალის დაგროვება და აკუმულაცია საბოლოო ჯამში ქმნის დიდ შედეგს. და კაიზენის ტექნიკის მაგალითი მოყავს, რომელიც ძალიან ცნობილია და მოდის იაპონიიდან და რომელიც გულისხმობს ყოველდღიურად ეტაპობრივ გაუმჯობესებას. და კაიზენის ფილოსოფია რას ნიშნავს? ხო, მარტო ყოველდღიურ გაუმჯობესებაზე არ არის აქ საუბარი. კაიზენი გვეუბნება, რომ განვითარება არ იწყება ზემოდან ქვემოთ, არამედ ქვემოდან ზემოთ. ანუ თითოეული თანამშრომლის, თითოეული მუშის და უბრალო ხელოსნის აზრიც კი იმდენად ღირებული და მნიშვნელოვანია, რამდენადაც შეიძლება იყოს დირექტორის აზრი. და პირიქით უფრო ქვემოდან ზემოთ ხდება ხოლმე შეთავაზებების წამოღება და მათი აზრის უფრო მეტად დაფასება თანამშრომლების.